საქართველოს მთავრობა განათლების სისტემის რეფორმას იწყებს. გეგმას, რომელიც სწავლების ხანგრძლივობის შემცირებას, ფაკულტეტების გადანაწილების ახალი მოდელის დანერგვას და უნივერსიტეტების დეცენტრალიზაციას მოიცავს. სამთავრობო ხედვა უკვე ჩამოყალიბებულია. წარმოდგენილია 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი ადრესატები სკოლები, უნივერსიტეტები, მოსწავლეები და სტუდენტები არიან. ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში სწავლის ხანგრძლივობის შემცირებაც იგეგმება. სკოლაში სწავლება შესაძლოა 12-ის ნაცვლად 11 წლიანი გახდეს. ამ საკითხმა კი საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, ვინაიდან ევროპული უნივერსიტეტები მხოლოდ 12 კლასის ატესტატს ცნობენ. როგორც განათლების მინისტრი კურიერი პიესთან განმარტავს, ცვლილება ბოლონიის პროცესის პრინციპებს არ არღვევს და ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ალტერნატივა უკვე გათვალისწინებულია. ეს მცირე ნაწილია იმ სიახლეების, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს მთავრობა გეგმავს. დეტალები სანდრო სანაიას სიუჟეტში. რა გამოწვევების წინაშე დგას უმაღლესი განათლების სისტემა და რა უნდა შეიცვალოს მისი განვითარებისთვის. საქართველოს მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს. გაწერილია 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი ადრესატები უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორები არიან. რეფორმის ერთ-ერთი პუნქტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირებაა. ფაკულტეტების უმეტესობა 3+1 სისტემაზე გადაეწყობა. სტუდენტები სპეციალობის შესწავლას 4-ის ნაცვლად 3 აკადემიური წლის განმავლობაში შეძლებენ. მაგისტრატურის დიპლომის მიღებას კი 2-ის ნაცვლად 1 წელს მოანდომებენ. მიზანი სასწავლო პროგრამის, სავალდებულო და არჩევითი საგნების ოპტიმიზაციაა. რაც შეეხება სწავლების ხანგრძლივობას, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას და ორივე მიმართულებით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა კონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. 3 წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის, რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი, სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში არის შესაძლებელი 3 წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და 1 წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ოპტიმისტური მოლოდინები აქვს განათლების მინისტრსაც. კურიერი პიესთან მინისტრი ამბობს, რომ წამყვანი ქვეყნების მაგალითი ცხადყოფს 1 წლით შემცირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ეფექტიანობას. 3+1 ფორმატი არ არის საქართველოსთვის სიახლე, გარკვეული მიმართულებები უკვე რამდენიმე წელიწადია, მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება გადასული არის სწორედ ამ მოდელზე და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე 3+1 ფორმატი დანერგილი არის ძირითად სასწავლო დისციპლინებში, უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს, ჩვენი მიზანი რა არის? რომ სასწავლო პროცესი არ იყოს ხელოვნურად გაწელილი. ჩვენი მიზანი არის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ის ძირეული ფუნდამენტური ცოდნა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დიპლომში ასახული კვალიფიკაცია იყოს დადასტურებული. 3 წელი რომ თითქმის ყველა საბაკალავრო პროგრამის ასათვისებლად საკმარისია, ამ მოსაზრებას იზიარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც. ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ რეფორმის წარმატებით გატარების შემდეგ ქართველი სტუდენტი მიღებული აკადემიური განათლებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ერთი რამ არის ფაქტი. ქართველი სტუდენტი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს მსოფლიო დონეზე და ეს არის მისაღწევი. თუ სასწავლო პროცესი შესაძლებელია ბაკალავრიატის დონეზე ჩავტიოთ 3 წელიწადში, სტუდენტმა არ უნდა ისწავლოს 4 წელიწადი. ეს არის, მე ვფიქრობ, რომ ამას ახლა ალტერნატივა არ აქვს. იგივე თქვაც, იგივე ეხება მაგისტრატურის ნაწილსაც. ამიტომაც ბუნებრივია ამის მოდერნიზირება არის აუცილებელი. სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება საშუალო სკოლებშიც. მოსწავლეები 12-ის ნაცვლად 11 წელს ისწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული უნივერსიტეტები მხოლოდ 12 კლასის ატესტატს ცნობენ, განათლების მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილება არ სცდება ბოლონიის პროცესის პრინციპებს და დასავლეთში ბაკალავრის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს ალტერნატივასაც სთავაზობს. ბოლონიის პროცესი პირდაპირ არ ითხოვს 12 წლიან სასწავლო პროცესს, თუმცა ამბობს, რომ 12 წლიანი სასწავლო პროცესის შედეგად გაცემული ატესტატი იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტმა ჩააბაროს ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში. 11 წლიანი ატესტატი
არის საფუძველი იმისა, რომ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ სასწავლო პროცესი უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტში გააგრძელოს, მან ჩააბაროს უცხოეთის იმ სკოლაში, სადაც 12 წლიანი სწავლება არის, ეს ატესტატი აძლევს მას საშუალებას, რომ მე-12 კლასში უცხოეთში ჩაირიცხოს და შემდეგ უკვე იმ 12 წლიანი ატესტატით მან გააგრძელოს სასწავლო პროცესი მის მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში. თუმცა ამ დისკუსიის ფორმატში ჩვენ იმასაც არ გამოვიცხავთ, რომ განვიხილოთ რა ფორმატით შეიძლება ამ მე-12 კლასის გარკვეულ შემთხვევებში შენარჩუნება. იგეგმება დაინერგოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფცია, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით მოხდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო დეცენტრალიზაცია. ამჟამად საქართველოში სტუდენტების 85%-ზე მეტი უმაღლეს განათლებას თბილისში იღებს. რეფორმა ხელს შეუწყობს დედაქალაქის განტვირთვას და სხვა ქალაქებში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მეორე ცენტრის შექმნა, ამ შემთხვევაში ქუთაისის სახით და ქუთაისში ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი კერა უმაღლესი სასწავლებელი, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკ წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწორედ მათ ბაზაზე შევქმნათ ის კერა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ეს ბალანსი შედარებით დაცული იყოს. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ითვალისწინებს ერთგვარი კვოტის დაწესებას უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიიღონ. გადახედვას ექვემდებარება საკადრო პოლიტიკაც. გაიზრდება სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ პროფესორების ანაზღაურება. შეიცვლება უცხოელი ლექტორების მოწვევის წესიც. განვითარდება საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. შეიცვლება საგრანტო პოლიტიკაც. გაუქმდება დაფინანსების არსებული წესი და მას სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული მოდელი ჩაანაცვლებს. უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კომისია მუშაობას სულ მალე შეუდგება.